რას აქვს სახე და ორი ხელი, მაგრამ არ აქვს პირი და ფეხები? ამ კითხვაზე პასუხს თუ გამცემ, მოგცემ აი ულამაზეს ბუსკვერტს. სლენდერმენი? ვინ? სლენდერმენი. სლენდერმენი ვინ არის? ანუ ის მონსტრებში რო არის რა. არ ვიცი, შეიძლება მართალი ხარ, მაგრამ მე არ მქონდა ჩაფიქრებული ზვარდა გითხრა და არც ვიცი სლენდერმენი ვინ არის. კომენტარში დაწერთ ვინ არის სლენდერმენი. მოჩვენება. ბერდები უკვე. არ არის მოჩვენებაც. სლენდერმენი ვინ არის? რატო არ ვიცი? ეს იმის ნიშანი არის, რომ მე ბერდები. არ და ახალგაზრდა ვარ. თქვენც დაწეროთ, ჩვენე გამომწერებოდა, არ გამომწერებო. რა არის სწორი პასუხი? ხოლო ვისაც გამოწელი არ აყავართ, გამოგვიწერეთ. ძალიან 200.000 რაც შეიძლება მალე ავიდეთ. კარგი, მოგცემ მინიშნებას. პასუხი არ არის სულიერი არსება, არის უსულო არსება. გაგიმარტივე, 1-10 მაგალ. დაფიქრდი, ნებისმიერი პასუხი თქვი. ნახე როგორი ბუსკვერტს გიყურებს. უნდა რომ გახსნა. პასუხი ჭირდება უბრალოდ. კითხვა როგორი იყო? რას აქვს სახე და ორი ხელი, მაგრამ არ აქვს პირი და ფეხები? კაი, 5 წამს გაძლევ. 5, 4, 3, 2, აქვს პასუხი. არ აქვს პასუხი, მაგრამ არ აუშვებს. მაინც გადმოგეცემ აი ეს ულამაზესი ბუსკვერტსი და მე დარწმუნებული ვარ, რომ კომენტარებში აუცილებლად გამოიცნობთ ამ კითხვის პასუხს. გახსენი ბუსკვერტს. ესეთი ულამაზესი სამაჯური და ტუჩ-საცხი ამოუვიდა ამ ბავშვს. კომენტარში დაწერეთ ვის მოგწონთ სამაჯური. ძალიან ლამაზი არის. ქრისტეს მოსწონს.